მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ლაიქებისთვის, არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის და თქვენი აქტიურობისთვის. და ასევე აქვე მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ გამოიწვიოთ არხი, რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. დღეს როგორც ხედავთ, ცოტა უჩვეულო ვიდეოა, მაგრამ ბევრის მიერ ძალიან ბევრჯერ ნაკითხი, მოთხოვნილი, არ ვიცი 1000 კითხვა ისმევა ამის შესახებ. თუ რა პირობებში რომელი საბურავი უნდა ვიხმაროთ, ატეები ჯობია, MT-ები ჯობია, ზამთრის საბურავი უნდა დავაყენოთ, თუ რა უნდა ვქნათ. შესაბამისად, დღეს ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ გელაპარაკოთ ამ ყველაფერზე და რაღაცნაირად ლაკონურად აგიხსნათ ჩვენი გადმოსახედიდან, რომელი ჯობია, რომელ პირობაში რომელი უნდა ვიხმაროთ, თუ ასეთი გამოყენება გაქვთ, მაშინ ეს საბურავი ჯობია, თუ ისეთი გამოყენება გაქვთ, ის საბურავი ჯობია და ასე შემდეგ. ეხლა კი გადავიდეთ უკვე უშუალოდ დეტალებზე და ალბათ დავიწყოთ ატე საბურავებით, ვინაიდან არის შუაში განთავსებული და მერე გადავიდეთ უკვე ზამთრის საბურავზე და MT-ზე. ჩემი მოსაზრება არის ესეთი, რომ რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ატე საბურავი და რა დროს უნდა იყიდოთ, თუ თქვენ გჭირდებათ მსგავსი ტიპის საბურავი. თუ თქვენ მოგზაურობთ, კლავთ შესაბამისი მანქანა, თუნდაც crossover-ი, მაგრამ რაღაცა დადიხართ, არ ვიცი, რუსეთში ადიხართ, სვანეთში ადიხართ და გიწევთ გზიდან გადასვლა, მაგრამ თქვენი სამოძრაო არეალის დაახლოებით 80% არის უბრალოდ ასვალზე გადაადგილება, ხოლო 20% არის გადაადგილება გრუნტზე, ქვიან-გზაზე, შიგადაშიგ ტალახშიც, გაჭირვებაში, ასევე შიგადაშიგ შეიძლება თოვლშიც მოგიტიოს სიარული, რაღაც გაუთვალისწინებელ პირობების გამო უბრალოდ წამოვიდეს თოვლი იმ პერიოდში, როდესაც არ ელოდებოდით და გინდათ რომ თავი იგრძნოთ, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად კომფორტულად და დაცულად და არ შეგეშინეთ იმ კონკრეტული დაბრკოლებების, მაშინ თქვენთვის იდეალური საბურავი არის აი ეს, რომელიც არის ატე, ანუ all terrain-ი, რომელიც გამოიყენება როგორც გზაზე, ასევე შედარებით მცირე ტალახში, გრუნტიან გზაზე, ქვიან გზაზე და ასე შემდეგ პირობებში. რა პლუსი აქვს ახლა ამ საბურავს MT-ებთან შედარებით? პირველი პლუსი არის ის, რომ არის უფრო სუბუქი, მეორე პლუსი არის ის, რომ არის გაცილებით ნაკლებად ხმაურიანი, არ შეგაწუხებთ შორმანძილზე გადაადგილების დროს MT-ს ხმაური. მესამე პლუსი არის ის, რომ გადის გაცილებით ბევრ კილომეტრს, ვიდრე ნებისმიერი MT, რაც უნდა დააყენოთ, დაახლოებით მინიმუმ ალბათ 30%-ით მეც გაივლით ამ საბურავით MT-სთან შედარებით. საკმაოდ ისეთი არის, ანუ ყველა ქალაქშიც გამოგადგება, თავს არ შეგაწყენთ ხმაურით, არ დაგღლით, მეტნაკლებად კომფორტულია, ვინაიდან უფრო სუბუქი არის, მანქანაც უფრო კომფორტულად დადის და აი გამოიყენება ეგეთი პირობებისთვის, რომელიც აგიხსენით ახლა. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე MT საბურავზე, ვთქვათ რა პლუსები აქვს MT საბურავს ატე საბურავთან მიმართებაში და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ თქვენ MT საბურავი, თუ უკვე არ ყოფნით ატე საბურავი. ჩემი აზრით, საქართველოში MT საბურავი უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხშირად გიწევთ უგზოობას გადაადგილება და ეს იმ 80%-ზე მეტია, რომელიც ატეს შემთხვევაში გიწევთ გზაზე გადაადგილება, ანუ თუ 50-50 არის, ან რა ვიცი 60-40 არის, თქვენ ხშირად გიწევთ უფრო უგზოობაზე სიარული და ნაკლებად გზაზე გადაადგილება, ანუ ტრასაზე, მაშინ უკვე უნდა გადახვიდეთ MT-ზე. MT-ს ძირითადი პლუსები ატესთან მიმართებაში არის ის, რომ აი როგორც ხედავთ აქ, ნახატი არის საკმაოდ აგრესიული, აი ამის ორი თითი ჭამდის ახლა მე აქ რო შევადაროთ ერთი თითი არ ეტევა, რაც უწყობს ხელს იმას, რომ ბევრად უფრო მარტივად ისუფთავებს თავს იმ ტალახისგან, რომელიც ლესავს საბურავს და ამ შემთხვევაში, როდესაც ამას უფრო გაუჭირდება, მოჭიდება იპოვოს, ვინაიდან უფრო ნაკლებად სუფთავდება, ამ საბურავს, რომელსაც უფრო დიდი ადგილები აქვს აქ შუაში დატოვებული, ბევრად უფრო მარტივად შეუძლია, რომ თავი გაისუფთავოს და მოჭიდება დაიბრუნოს ისეთი, როგორიც საჭიროა, რომ დაგეხმაროთ უფრო ტალახიან ადგილებში და რთულ ადგილებში მარტივად გახვიდეთ. ასევე ამ საბურავის უპირატესობა არის ის, რომ აი გვერდზეც ხედავთ ახლა ამასთან შედარებით, აი ეს ეგრეთ წოდებული გრუნტაზაცებებს ეძახიან, ანუ გვერდითა მოჭიდების ადგილები, ამასთან შედარებით არის ტოტალურად განსხვავებული, აი აქედან მხრიდან გამოაჩენ უფრო კარგად რო გამოჩნდეს, აი ეს ადგილები, აი ეს ადგილები და შესაბამისად ბევრად უფრო მარტივი არის ეგრეთ წოდებული კალეიდან, ანუ ლიანდიდან, ნაკვალევიდან ამოსვლა, ვიდრე ატეს შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ხშირად გიწევთ გადაადგილება ბევრად უფრო მიუწვდომელ, რთულ ტალახიან ადგილებში აუცილებლად უნდა დააყენოთ MT. როგორც უკვე ახსენე, ატეს რა პლუსებიც ქონდა MT-ს შედარებით, შესაბამისად იმ მინუსების ატანა მოგიწევთ. მაგალითი რომ მოვიყანოთ, ეს საბურავი არის ბევრად უფრო ხმაურიანი, ამ საბურავზე დაახლოებით ზომაც დიდია, მაგრამ წონის გამო შესაბამისი საბურავი რო შევადაროთ ატე და MT, ეს უფრო მეწს დაგიწვავთ, ვიდრე თქვა ატე საბურავი, ესაც რა თქმა უნდა მინუსი არის და ასევე ბევრად უფრო მალე ცვდება კონკრეტულად ნებისმიერი MT, ვიდრე ატე საბურავები.
ეს ახლა ძალიან მარტივად რაც ვილაპარაკეთ MT-ზე და AT-ზე და აქვე ახლა ჩნდება კითხვა თუ მიყენია ასეთი AT, რომელსაც ახლა კონკრეტულად აი ამ გუდრის აწერია ახატია Z ფიფქი, ანუ ეს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული, ვინაიდან ფიფქი ახატია Z, თვითონაც აქ დაშვება ამერიკაშივე სერტიფიცირებული არის იმისთვის, რომ ზამთარში გადაადგილდებოდეს, მაგრამ ეს საბურავი არ არის ზამთრის საბურავი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს ხოლმე, რომ აი ეს დავაყენო და ავიდე მაგალითად ზამთარში სვანეთში. არა, არ უნდა ახვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ გვივლია ყოფილვართ გვაქვს გამოცდილება და ეს საბურავი რადიკალურად განსხვავდება ზამთრის საბურავისგან. შეიძლება დადის, შეიძლება ახვიდეთ და იაროთ, მაგრამ ეს იქნება თქვენი უსაფრთხოების ხარჯზე. და რისკ ფაქტორი რომ ამით რამე დაგემართოთ, ვიდრე სპეციალური ზამთრის საბურავით არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე დააყენოთ მაგალითად ეს ზამთრის საბურავი და იაროთ მშვიდად. მოჭიდება გაცილებით კარგია და ეს საბურავი სპეციალურად არის შექმნილი ზამთრისთვის. თუ დააკვირდებით საბურავის განლაგებას, ნახატს და ამის ნახატს დააფიქსირებთ, რომ რადიკალურად განსხვავდება, ანუ ეს არის პრაქტიკულად საერთოდ სხვანაირი ნახატის საბურავი, ეს არის საერთოდ სხვანაირი ნახატის საბურავი. რატომ ხდება ეს ყველაფერი? რომ ეს საბურავი არის გათვლილი გრუნტზე სასიარულოდ, გზაზე სასიარულოდ და არ არის გათვლილი თოვლში სასიარულოდ. აი მაგალითისთვის ახლა რო ავიღოთ, აი ეს რო განახოთ, აი ეს არის იმდენად რბილი რეზინი არის აქ, რომ აი ეს კონკრეტული ადგილები, აი ეს ხელით შემილია, მე გავწიო და გამოვწიო. რასაც ახლა ამ საბურავზე ვერიზავთ, აი ნახეთ, ეს ახლა არის ერთი ადგილი, რომელიც კარგად არის დაპრესილი და ვერაფერს ვერ ვზოვ. რატომ არის ახლა ეს ყველაფერი აქ? იმიტომ რომ ზამთრის საბურავში, ძალიან უხეშად რო ავხსნათ ასე დილეტანტურად. რეზინის შემადგენლობა არის უფრო მეტი, იმიტომ რომ კარგად მოეჭიდოს ყინულიან ადგილებში, ან მთელი განსხვავება ამ საბურავსა და ამ საბურავს შორის გაითვალისწინოთ არის ის, რომ მოყინულ ზედაპირზე ეს საბურავი დადის ბევრად უფრო კარგად და სტაბილურად, ვიდრე ეს. გაუკვალავ თოვლში, სადაც ან ახალ მოთოვლილზე, როდესაც მოყინული არა, შეიძლება თანაბრად იაროთ. მაგალითისთვის რო ავიღოთ, შარშან ჩვენ გურიაში ვიყავით თითის სამაშველოზე, იქ ქართლოსი იყო წამოსული ზამთრის საბურავით, მე ვიყავი ესეთი გუდრიჩები და თანაბრად ვიარეთ, იმიტომ რომ მოთხალეში ან თხლოშე თოვლში, ან სველ თოვლში, რომლის ქვეშ არ არის ყინული, ეს საბურავით დადის, ეს საბურავით დადის. დაახლოებით თანაბრად, მაგრამ როდესაც უკვე საქმეში შემოდის ყინული, იქ უკვე ცადა დედამიწა სხვაობა. მაგალითად, ვინც სვანეთში დადიხართ ხოლმე და ჩვენ იცით რომ ყოველ წელს სვანეთში ავდივართ, ზამთრის პერიოდში შეიძლება ზუგდიდიდან რო გახვიდეთ, მესტიისკენ რო წახვალთ, საერთოდ არ იყოს თოვლი, მაგრამ ასფალტი იყოს მოყინული. იმდონეზე რომ ამ საბურავს მოჭიდება ექნება 0, ანუ უნდა ჩართოთ ხიდები და იაროთ რაღაცა სიფრთხილით, უნდა გაითვალისწინოთ სატურნზე მანძილი უფრო გაგეზდებათ, რაღაცები ნუ გამოთვალოთ, რომ ვიღაცა რო შეგხვდეთ 50 მეტრი კონდეთ დარჩენილ დატომზე მოასწროთ, ასე შემდეგ მანქანა არ მოგიცურდეთ ეს ყველაფერი. ხო, ამ შემთხვევაში ეს საბურავი არის შექმნილი იმისთვის, რომ ეგეთ ზედაპირზე გადაადგილდეს. იმიტომ არის ესეთი ნახატით, იმიტომ არის ასეთი რბილი, იმიტომ აქ აი ეს პატარა ლამელებს ეძახიან ამას, ლამელები, რომ თოვლზე და ყინულზე ძალიან კარგი მოჭიდება კონდეს. აი ეს არის ძირითადი სხვაობა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს საბურავი კიდე არის უფრო მსუბუქი ამაზე და ამაზე, ხო, რა თქმა უნდა, ეს უფრო ცოტას დაგიწევთ ამასთან და ამასთან შედარებით, იმიტომ რომ ხო, ამ საბურავს არა აქვს გვერდები ისე გაძლიერებული, რომ რაღაცა ჭირდებოდეს ქვისგან დამცავი შრეები შიგნით უფრო მეტი ვიდრე ვთქვათ ამასა აქვს. შესაბამისად, ეს არის სტანდარტული საბურავი ზამთრის გამოსაყენებლად, არის უფრო დაბალი წონაში, უფრო ჩუმიც იქნება ვიდრე ეს საბურავები, იმიტომ რომ ნახატს ხო ხედავთ, აი რაც უფრო დიდი ადგილები არის აი ამ ნახატებს შორის, ეგ იწვევს უფრო ხმაურიანობას. ასევე თქვათ ეს საბურავი ამათთან მიმართებაში გაცვეთის შემთხვევაში ხმას არ მოიმატებს, ვინაიდან AT და MT როდესაც ხდება არათანაბრად ხდება ნახატის ასე თქვათ მოკლება და ეს უფრო იწვევს კიდევ უფრო ხმაურის მომატებას დროთა განმავლობაში. ამიტომ ძალიან მარტივი არის ჩემი გადმოსახედიდან ის ყველაფერი ახლა მე რაც მოგიყევით, ზამთარში თუ გადაადგილებით სამთო კურორტებზე და გიწევთ თბილისიდან გასვლა და აქტუალურად სიარული, თქვათ, დასავლეთ საქართველოში, თქვათ, აჭარის სამთო კურორტებზე, სვანეთის სამთო კურორტებზე, ან თუნდაც ბაკურიანში და გუდაურში, აუცილებლად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად უნდა დააყენოთ ზამთრის საბურავი. თუ გადაადგილებით უმეტესად გზაზე, უკვე ზაფხულის პერიოდს და სხვა სეზონს გულისხმობ, თუ გადაადგილებით უმეტესად გზაზე და გააქვთ სურვილი, რომ აქტიურად იყოთ დაკავებული არ ვიცი, თევზაობით, კემპინგით, რაღაცა ოვერლენდინგით, ექსპედიციებით, ნახოთ სხვა და სხვა ადგილი, მაგრამ თქვენი ძირითადი მარშრუტი შემოიფარგლება გზაზე და ტრასაზე სიარულით, მაშინ დააყენოთ AT საბურავი, რომელიც აბსოლუტურად ყველა პირობას დაგეკმაყოფილებს. ამით ახლა თუშეთში რო ახვიდეთ, არაფერზე არ ენერგებთ და საბურავი გაგეჭრებათ, გამოგეჭრებათ და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, რომ მე მაქვს მანქანები ნანახი, რომელიც ზამთრის საბურავით იყო ნამოსული თუშეთში და 4 საბურავი და 3 საბურავი გაჭრეს სანამ თუშეთამდე ავიდოდნენ მოვალომდე. ამიტომ ეგეთი პირობებში სახმარად აყენებთ უკვე AT-ს. ხოლო თუ თქვენი ძირითადი
ასე ვთქვათ, აზრი არის შეჯიბრზე გამოსვლა, უგზოობაზე სიარული და ნაკლებად გიწევთ ტრასაზე სიარული ახლა. მანქანით მაგალითად არ გიწევთ თურქეთში წასვლა მსგავსი ტიპის საბურავებით, უკეთესი იქნება რომ დააყენოთ MT საბურავი. ანუ თქვენი ძირითადი მიმართულება იქნება ტალახი, უგზოობა და ესე მოიხმართ მანქანას. მე მგონი ძალიან მარტივად აგიხსენით და ჩამოაყალიბეთ ჩემი შეხედულება ამ ყველაფრის მიმართ. თქვენ თუ არ ეთანხმებით რაიმე შეხედულებას, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, ასევე თუ რაიმე მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ. ასევე თუ რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ. გარდა ამ ძირითადი სამი ტიპის საბურავის არსებობს ტრასის საბურავი, რომელსაც ახლა ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ და მაგაზე არაფერს არ ვიტყვით და არსებობს კიდე ექსტრემალური MT-ები, რომელიც უკვე სხვა დანიშნულებით გამოიყენება კიდე ვიდრე ეს MT, ანუ იმითი გზაზე სიარული გადაადგილება საერთოდ კოშოვანი. ამიტომ იმასაც ახლა ვერ განვიხილავთ. მოკლედ, ძირითადად სულ ეს იყო. მადლობას გადაგიხდით ყურებისთვის და ველოდები თქვენგან ლაიქებს და კომენტარებს. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოცდა. წავედით, კარგად.